და მაინც, როგორია Q50? როდესაც რაზვალის გასასწორებლად პროგრამისტთან უნდა ჩაეწერო. ეს მანქანა ფორმულა 1-ის ტექნოლოგიითაა შექმნილი. მსგავსად, საჭეთულებს Wi-Fi-ით უკავშირდება. 3.0 twin turbo უდაოდ მხეცია, მაგრამ აქ ტურბინებს უფრო სწრაფად ცვლიან ვიდრე პიტ-სტოპზე საბურავებს. ჰიბრიდი ეკონომიისთვის არაა, 360 ცხენი Red Bull-ივით აფრთიანებს თუ ელემენტი დატენილია. 2.2 დიზელი კი ირონიის პიკია, როცა ხელოსნების შიშით იაპონური მანქანა გინდა, მაგრამ კაპოტს ხდი და Mercedes-ი გვხვდება. ინტერიერი ფუფუნებაზე მეტყველებს. აქ ორი მონიტორი სხვადასხვა ეპოქიდანაა, ისე ჭედავს გაიძულებს მანქანა გზის პირას გადააყენო. მაგრამ ვაღიაროთ, Q50 არის ფორმა და სტილი, ისეთი აგრესიულია, რომ გჯერა მართლა სებასტიან ფეტელივით გადიხარ მოსახვევებს. C-კლასთან და მესამე სერიასთან შედარებით, აქ წინ Double Wishbone დაკიდება გვაქვს, მოკლედ Infinite-მა მოსახვევებისთვის არაფერი დაინანა. დააკომენტარე, შენი Q50-ის საჭე Wi-Fi-ს იჭერს თუ ჩვეულებრივია?